მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ასეთი გაშლა გავაკეთოთ, ვისთან დასრულდება შენი მარტოობა. ეს შეიძლება გამოადგეს იმ ადამიანს, ვისაც დაუშვათ, ახლა შეიძლება, გინდათ რომ ახალი ურთიერთობა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ხო? ან შეიძლება ასრულებთ, მე ხა გავაკეთებ სიგნიფიკაციას, ნახავ თქვენ რა დედოფლის ენერგიაში იმყოფებით ეხლა და მე უკვე მივხვდებით რომ თქვენი ეს გაშლა თუ არა და მე კითხები როგორც ყოველთვის მაგ გამზადებული და რა თქმა უნდა ვუძებნოთ ახლა პასუხები, ხო? კითხვაზე და რომ დაგვეხმარება ჩვენი უნიკალური სისტემა დაგვეხმარება, ვინც პირველად არის ჩემ არხზე, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, აქ ჩვენ არ მკითხავთ, აქ ჩვენ ტაროს მეშვეობით უბრალოდ პასუხებს ვიღებთ სამყაროდან. აბა ვნახოთ ახლა რომელი დედოფალი მოვა ჩვენთან ახლა. რა ინტუიციას სავსე გოგო ხარ თქვენ? აქ ნახეთ როგორი მომენტი არის, აქ რაღაც იცით როგორ ენერგიები წამოვიდა უკვე, ახლავე გეტყვით. აი მომეწონა ეს მომეწონა კი. აქ თქვენ ნახეთ ჯერ მოვძებნი დედოფალსაც კი ბატონო, მაგრამ აი ეს მაინტერესებს ჯერჯერობით ეს თქვენი. აი ამასაც გეტყვით ახლა ნახეთ რა ხდება. აქ არის ძალიან მგრძნობიარი გოგო. თქვენ გაქვთ ინტუიცია ძალიან მაღალ დონეზე. მაგრამ აი აქ როგორი მომენტი გაქვთ, იცით, შეიძლება თქვენ იყავეთ ისეთ მომენტში, რომ დაასრულეთ შეიძლება რამე ურთიერთობა, ზოგმა შეიძლება ძალიან დიდი ხნის წინ დაასრულა ურთიერთობა, ან იმყოფებოდეთ ისეთ ურთიერთობაში, სადაც თქვენ ვერ ხვდებოდეთ დაუშვათ ახლა ვაში ვარ თუ ეს ილუზია თუ მაქვს ურთიერთობა რა. და უკვე იცით როგორ ხარ, აღარ მინდა რა ვიყო ესეთ ენერგიაში, რომ მე ვინერვიულო ან ვიყო გაუგებრობაში, იმიტომ რომ შეიძლება ურთიერთობა ისეთი იყო, ადამიანი თქვა როგორც მოვიდო და ისე წავიდო და ან დაუშვათ ახლა ისეთი ადამიანი იყო, რომელიც აი, აქ შეიძლება ცივად იქცეოდა, ყოველ შემთხვევაში თქვენ აი აქ ვერ ხვდებოდით დიდი ხანი, რომ ეს ურთიერთობა თუ ილუზია თუ რა არის, ვაფშე სადა ვარ მე საერთოდ, რა ხდება, ხო? აი აქ ეგეთი ენერგიები იყო, მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება. აი თითქოს ამ სიტუაციამ თქვენ მოგცათ რა ძალიან დიდი გაკვეთილი გაიარეთ თქვენ სხვათა შორის ამ ურთიერთობაში თუ გქონდათ ან იმ პერიოდში, როცა თქვენ შეიძლება მარტო იყავით და შეიძლება არ გჯეროდათ უკვე არაფრის გამიგეთ და ან უცბად მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ მინდა ვიყო ამ ილუზიებში რა. მაგრამ აი ეს ურთიერთობა, რომელიც თქვენ გქონდათ, მან მოგიტანა თქვენ ძალიან დიდი თვითშეფასება გაიზარდა თქვენი და თქვენ მივხვდით რომ მე კი წავალ, მე კი მზად ვარ რომ შემოვუშვათ ჩემ ცხოვრებაში ვინმე, მაგრამ ისეთი ადამიანი, ვინც მართლა დამაფასებს, ვინც მართლა გაიგებს ჩემს გამთლიანებას რა, როგორ თქვა ქართულად. ანუ ვინც მართლა გაიგებს ჩემს ფასს, დამაფასებს, გამიგეთ? ანუ ისეც როგორც ვარ, იმიტომ რომ აქ თქვენ ახლა შეიძლება ძალიან ბევრს დაუშვათ ახლა თქვენ სიტყვაზე გადაგხართ რამე პრაქტიკებს, შეიძლება ბევრ რაღაცას, მუშაობთ თქვენს თავზე, მაგრამ უბრალოდ აი როგორ ხართ, იცით, მართლა დავიღალე რაღაცა, შეიძლება არ იმოქმედა თქვათ რაღაცა, თქვენ როგორც გინდოდათ იმ პერსონაჟზე, მაგრამ თქვენზე იმოქმედა, თქვენ გაიზარდეთ, დააკვირდეთ, თქვენ როგორ შეიცვალეთ და უკვე პრინციპში თქვენ ხართ როგორ ისეთ მზად ხართ, რომ უკვე აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაზე და თქვენ უკვე ეს გაკვეთილები რომ გაიარეთ, აქ უამრავი გაკვეთილები გაქვთ გამოვლილი და უკვე თქვით რომ მე მივდივარ აი ამ გაკვეთილით, ხო? ამ თვირთი არ მომწონს ახლა ამ შემთხვევაში აი ბაგაჟი, ხო, იცით რომ აი გამოცდილებით, ხო? მივდივარ უკვე ახალ ცხოვრებაში, მზად ვარ უკვე წავიდე ახალ ცხოვრებაში, კი ბატონო. როცა აქ თქვენ ყველანაირად როგორ ხართ, იცით, აქ იყო ძალიან დიდი მიჯაჭვულობა, მაგრამ ეხლა თქვენ თქვით რომ მე მინდა სიყვარული, მაგრამ არანაირი მიჯაჭვულობა არ მინდა, არავითარ შემთხვევაში. აქ თქვენ მოერიეთ ძალიან დიდ მაგარ რაღაცას რა, ნახეთ, შეიძლება დაჟე აი ეს როგორ არის, იცით, კი, გულში შეიძლება სიყვარული არის თქვენში, კი, კიდევაც დაუშვთ მაგ ადამიანთან, მაგრამ აი უკვე აღარ ეჯაჭვებით ამ ადამიანთან, რა გაქვთ მიჯაჭვულობა, ხო? თქვენ დაგჭათ როგორი მომენტი, იცით, აი თითქოს მოერიეთ თქვენმა სულმა დაგეხმარა თქვენ და თქვენ
დიდი ხანი შეიძლება აი აქ უეჭველი დიდი ხანი თქვენ ცდილობთ მაქსიმალურად რომ გამოსულიყავეთ იმ მდგომარეობიდან და ამიტომ დიდი ხანი შეიძლება თქვენ даже იჯეკეთ კომფორტის ზონაში სადაც თქვენ ამ თქვენ პირად ძალას ზრდიდით არის როგორი მომენტი როცა დაუშვათ თუ აი რამე მტკივნეული ურთიერთობა ანჩება დაკარგეთ აქ даже შეიძლება ზოგმა დაკარგა ვაფშე პარტნიორი და კაი ხანი უბრალოდ არ უნდოდა თქვათ არანაირი ურთიერთობის დაწყება გამიგეთ აქ უკვე ნახეთ ახალი როგორ არის ახალი გაცნობა ახალი ვიღაცას მისწერს ვიღაცა ანუ ნახეთ და უკვე თქვენ დიდი ხანი იმყოფებოდეთ იმ ენერგიაში როცა მე ისედაც კარგად ვარ რა მაგრამ ამ შემთხვევაში აი აქ მაინც მოხდა რაღაცა ეტყობა თქვენში აქ ცვლილებები როცა თქვენ იყავ კი პრაქტიკები აი ძალიან ბევრი მუშაობა გაქვთ რა ძალიან ბევრი მუშაობა გაგაკეთებული თქვენზე რომ ან უარს ამბობდით დიდი ხანი შეიძლება ურთიერთობაზე ანუ იჯეკით თქვენთვის მაგრამ აი ხა მივხვდეთ თქვენ რომ მორჩა რა ეს პერიოდი დავასრულე დავასრულე კი ბატონო დავასრულე და აქ როგორ ხართ იცით რომ მე კიდე მინდა მივცე ჩემს თავს შანსი ჩემო სიხარულებო დამიჯერეთ რომ არ არის არასოდეს გვიან აქ არის ყველაფერი დამოკიდებული იმაზე შენ როგორ მისცემ შენს თავს უფლებას რომ იყო ბედნიერე შენ თუ აი დაფიქრდეთ უბრალოდ კი იმაზე რომ აი როცა ჩვენ ვართ თქვათ აყოლილი სოციუმზე ვინ რას იტყვის ხო ერთხელ ვიყავით თქვათ მე ურთიერთობაში თუ 101ჯერ ხო კი ეგრევე იარლიკებს იმას აკერებენ რომ ისეთია ასეთია მაგრამ ყველა ჩვენ ვართ ინდივიდუალურები ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა აქ სულ ყველა ჩვენ მოვედით რაღაცა გამოცდილებისთვის, ხო? და ამიტომ ახლა არ უნდა უყურო იმას, ვინ რას იტყვი, იარე შენი გზით. შენ როცა ეწინააღმდეგები, მე უფრო მეტი სირთულეები ხვდება შენ ცხოვრებაში და ამიტომ ზოგი ზის ასეთ ურთიერთობებში, სადაც უკვე არაფერი არ უხარია, ხო? უკვე სიყვარულიც აღარ არის ზოგი მასეც ზის. უკვე დაუშვათ ახლა რაღაცა შიშების გამო, ხო? მაგრამ აი აქ მაჩვენებენ, რომ თითქოს ადამიანმა ეს მოერია და აი აქ თქვენ მზად ხართ მისცეთ თქვენს თავს უფლება აიღოთ კიდე ერთი შანსი გამოვიდეთ ასების დედოფალი ულამაზესი რომელმაც თქვა რომ მე ყველა სირთულეებს ვტოვებ უკან არა და ვიწყებ ახალ ცხოვრებას იმიტომ რომ ჩემთვის შეიძლება იმიტომ რომ თქვენ აქ გახდეთ უკვე ნამდვილად აი კი ახალი ცხოვრებისთვის ხართ მზად თქვენ იღებთ უკვე ახალი ცხოვრებიდან აი ამას ნახეთ შანსებს მე ვიღებ საჩუქარს მე ვიღებ შანსს უკვე მე მზად ვარ იმისათვის რომ მივიღო სამყაროდან ეს საჩუქარი მე ვარ ისეთი ქალი რომელი აი ღირსეული ქალი რომელისთვის აი მართლა ჯანსაღი ურთიერთობა ხო არის საჭირო არა ვარ მე მზად მივიღო ის რაც უკვე აღარ მინდა რა უკვე აი გაიზარდეთ თქვენ გამიგეთ შეიცვალეთ უზომოდ შეიცვალეთ თუ თქვენი სიგნიფიკაცია თქვენ ნახეთ აი ეს არის მართლა ძალიან მაგარი აქ ქალში რა თქმა უნდა იხსნება ეს რა ქვია მაგას ღმერთო ჩემო ქალური ენერგიები ნახეთ შეიძლება ზოგისთვის ახლა ეს ცოტა მოსაბეზრებელი იყოს არ ვიცი მაგრამ ზოგისთვის მე ვიცი რომ შეიძლება ერთ ადამიანსაც თუნდაც რომ მივიდეს ეს ინფორმაცია მე ვიქნები ბედნიერი იმიტომ რომ ნამდვილად ეს ეხლაც რა რომ მუშაობა მიდის აი თუნდაც ახლა დავიწყეთ მე სამთვიანი ასეთი ნუ ჯერ გალთა სკოლა გავხსენი მე გავხსენი დავიწყეთ უკვე ჩვენ მუშაობა პირველი მოდული მთავრდება ეხლა წავა უკვე ისეთი მოდული სადაც აი გავხსნით ამ კიდე დავეხმარები გოგოებს ამ სექსუალური ენერგიების გახსნაში რომ ეს ფულსაც უკავშირდება ქალი და ფული ქალი და კარიერა ეს ეხლა სხვა ენერგიები შემოდის გამიგეთ სხვანაირად უნდა იყოს ყველაფერი და აი აქ თქვენ დაამთავრეთ რაღაცა პერიოდი და ახალ პერიოდში ხართ მზად შესვლაზე მზად ხართ რა ამიტომ თუ გინდათ ვინმეს დახმარება ეგეთი ჩვენ გალთა სკოლაში შემოდით ლინკი ვიდეოს ქვეშ არის ხო გექნებათ სურვილი გააგრძელებთ ჩვენთან ერთად მუშაობა
ტრენინგზე არა და იქაც ბევრ რაღაცა ინფორმაციას მიიღებთ, თუნდაც რომ შეხვალთ რა, შესვლა არის უფასოდ, ამიტომ მაგრამ ეგრევე დახვდება ძალიან საინტერესო მასალები, პრაქტიკები და ამიტომ ამ შესაძლებლობას ნუიწყოთ უარს ამ შესაძლებლობაზე. ნახოთ ახლა აბა ჩვენ კითხვები გავამზადე, ანუ ვისთან დამთავრდება შენი მარტოობა პირველი კითხვა. ვინ არის ეს ადამიანი შენს ბედში? ისაც ვკითხოთ, აბა როგორ შეიძლება შეხვდეთ ამ ადამიანს თქვენ? ანუ როგორ იქნება ეს შეხვედრა, ნახოთ. რა ვითარებაში შეიძლება შეხვდეთ. ვნახოთ ახლა რა გრძნობები იქნება თქვენ შორის, ანუ პირველი ვთქვათ იმპულსი რა იქნება, ხო? რა პირველი იმპულსი რა იქნება? შევხედოთ ახლა так. არ დამავიწყდეს არაფერი. რას იგრძნობს ის შენს მიმართ პირველივე შეხვედრას? აი, რო დაგინახავს, რას იგრძნობს ეს ადამიანი შენს, ეს მაინტერესებს, ნახოთ. როგორ მიხვდები, რომ ეს არის შენი ადამიანი? რა დაგეხმარებათ ერთმანეთთან შეხვედრაზე, ანუ გაერთიანებაში, ასე რომ ვთქვათ რა. შეიძლება რა დაბრკოლებები შეიძლება იყოს თქვენს გზაზე, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება ამ შეხვედრის მერე და ავიღოთ რჩევა. აქ უეჭველი ადამიანი, რომელიც არის მარტო, თუნდაც შეიძლება თქვენ იყოთ ეხლა არსებობს ეგეთი ურთიერთობა, სადაც მე თავს უგრძნობ მარტო, ხო, ვითომ არის. მაგრამ აქ მოდის თქვენთან აი დიდი სიყვარული, აი თქვენ უკვე მზად ხართ, უეჭველი, 1000%-იანი მზად ხართ თქვენ, უკვე არანაირი ეჭვი, არანაირი ბლოკები, არაფერი არ გაქვთ, თქვენ ხართ მზად აი აქ. პრინციპში სიგნიფიკაციაც იგივე მაჩვენე, ხო? ნახოთ აბა მაშინ ეს იგი ვისთან დასრულებად შენი მარტოობა? მაგ არსებობს, ეგრევე სივრცე გვაჩვენა ჩვენ, რომ არსებობს ადამიანი. შეიძლება ეს იყოს როგორი მომენტი იცით, ეს ადამიანი, მაგის საერთოდ ძალიან როგორი ადამიანი, პირველ რიცხვში დაბადებული იყოს, ან პირველ თვეში, იანვარში, ხო? შეიძლება ეს ადამიანი მიზანდასახულია. ახლა რო გითხრათ, რომ ძალიან ისეთი მარტივი პიროვნება არის, არა, ვერ გეტყვით. ახალი რომ არის, ეს უეჭველი არის. უჭკვიანესი ადამიანი არის, მაგრამ ამ ადამიანს სხვათა შორის არ უყვარს მართვა. უმართავია ტიპია და უყვარს პირველობა. ახლა აქ ამ შემთხვევაში მე ვთქვათ უარყოფითი თუ არის, კი მანიპულატორი, მაგრამ ეგაც გააჩნია რა, მანიპულატორი, მაგრამ პირველი ენერგია ძალიან მიყვარს, რატო ის, იმიტომ რომ ეს ადამიანი მიზანდასახული არის რა. ამ ადამიანს უყვარს რაღაცა ყველაფერი ახალი, ხო? ძალიან ჭკვიანი ეს ამის ხელში არის ყველაფერი რა. ანუ ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები არიან მართველები რა. ადამიანები, რომელსაც აი თქვა თავისი ბიზნესი უყვარს, ხო? ან თავისი რაღაცა საქმე, ძალიან უყვართ სიახლე, აი ახალი რაღაც მომენტები გამიგეთ, ადამიანი, რომელიც იცის რა უნდა რა, მაგას ცხოვრებაში, მან იცის, ანუ თან შეუძლია პასუხისმგებლობის აღებაც თავის ცხოვრებაზე. და არა მხოლოდ, აქ ახლა შეიძლება ცოტა ისეთი მომენტიც იყოს, რომ სხვისი ცხოვრების მართვაც იცის, როგორ იცით, ანუ ცვლის ძალიან სხვის ცხოვრებას, რო შედის ეს ადამიანი. ნახოთ აბა ახლა შენს ბედში ვინ არის ეს ადამიანი? ახალი სიყვარული. აქ შეიძლება გოგოებო ვიღაცის, რადგან იმპერატრიცად იმაჩვენებს, შეიძლება თქვენზე ასაკით პატარა იყოს, თუ თქვენ ახლა ცოტა უკვე არის ესეთი შესაძლებლობა, ხო? ცოტა პატარა შეიძლება იყოს. ზოგისთვის შეიძლება ბევრად პატარა, ზოგისთვის შეიძლება თქვათ ახლა დაუშვათ
ცოტათი პატარა, მაგრამ ნუ არის რა. იმიტომ რომ ეს ადამიანი არის, აი როგორ არის იცით, ნუ სიყვარული, რომ თასების პაჟი არის, აი ნუ ეს არის სულიერადაც კარგი, შენთვის კარგი პიროვნება არის სულიერად რა. ანუ შენს ბედში ადამიანი, რომელიც შენ გაჩვენებს, განახებს თან ახლა მაგთან ერთად, ანუ რაღაცა განახლებულად სხვანაირი გრძნობას გაჩუქებს, გამიგეთ რა ხდება. ნუ ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ როგორ შეხვდებით თქვენ საინტერესო არის. როგორ შეხვდებით? ანუ თქვენ ნახეთ, როცა დაინახავთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ აქ ისეთი ენერგიები არის, ახლა მე-15 არკანი, ნახეთ როგორ შეხვდები. ეს არის როგორი თემა არის, როცა აი აქ საინტერესო, ნახეთ, არის ეშმაკის არკანი და არის პლუს კიდე კოშკი. კოშკი ავიღე, ანუ რა ვითარებაში მოხდება შეხვედრა. ნახეთ, ეს მოხდება როგორ? ანუ რომ დაინახავთ, ხო, ეგრევე რა თითქოს აი მიიზიდავთ რა ერთმანეთს, აი ეგრევე რაღაც აი ჩემია, მინდა. აი ეგეთი მომენტი, მაგრამ ამავდროულად აქ რა მოდის რა ინფორმაცია, როცა დამთავრდება თქვენი კარმული ურთიერთობა, დამთავრდება და უკვე თქვენ გადადიხართ სხვა, ანუ კარმული, ანუ როცა თქვენს აი ერთიანად რო ვთქვათ, როცა შენ უკვე აქაც ხო გვაჩვენეს ჩვენ რო შენ უკვე აღარ ახარ მიჯაჭვული, დაასრულებ კარმული ურთიერთობას და აი ამ დროს შეხვდება ეს და მაგრამ აქ ჩვენ რა ვითარებაში არის შეიძლება აქ ახლა უნდა ცოტა გავხსნა, მინდა გავხსნა, აბა მოდი ნახოთ, მაინც მაინტერესებს ერთი წამით. კი, ნუ ეს სწორედ ვთქვით ჩვენ, რომ ანუ თქვენ დაინახავთ თუ არა იმ წუთში მიხვდებით, რომ ჩემი ეს ადამიანი. და ეს რა ქვია, და ანუ რა ვითარებაში. ანუ აქ დაჟე რა ვითარებაში კი არა, აქ უფრო ღრმად მივყავარ, იმიტომ რომ მაღალი არკანები ისედაც ეგრე მუშაობს, ნახეთ. აი როცა შენს ფას გაიგებ, როცა შენ მიხვდები რომ მე უკვე აი როცა აღარ ეცებ, მოდით ასე ვთქვათ რა. როცა შენ უკვე ისეთ ენერგიაში ხარ, რომ ისედაც კარგად ვარ რა. შეიძლება სხვათა შორის, ნუ ვიღაცის შეიძლება დაგინახავს ადამიანი ინტერნეტში, მაგრამ ეს არის ძალიან ისეთი რამე. არა, აქ გეუბნებით, რაც თქვი პირველი, ეს არის რა. პირველი, თქვენ ერთმანეთს დაინახავთ, მიხვდებით, რომ ეს არის ჩემი, მაგრამ ეს უკვე იქნება იმ სიტუაციაში, როცა თქვენ მთლიანად განთავისუფლებული იქნებით იმაზე, რომ აი, ნახეთ, იმპერატრიცა რას ნიშნავს? მე ვიცი ჩემი ფასი. ხო? მე უკვე, აი თქვათ, შეიძლება თქვენ რომ მიდიხართ, ხო და გაივლით ვიღაცები დაგინახავენ და უკვე, ნუ აღარ გიკვირს რა, ის რომ თქვათ, ახლა ნუ მიყურებენ რა, იმიტომ რომ თქვენ იზიდავთ თქვენი ენერგიით უკვე, თქვათ, სხვა ადამიანებს, ხო? და უკვე თქვენ აღარ ხართ იმ ენერგიაში, რომ არიქა და ეხლა გავიპრანჭო, აი მე შემომხედავ, აი მე ვიღაცას მოვეწონა. აი შეიძლება даже ეს იყოს, როგორ იცით, რომ აი სრულიად მოულოდნელად ის დაგინახავს შენ და ის მიხვდება რომ მე მინდა თქვენ კი არა აი თვითონ ესა და აი ნახეთ სულ კოშკები აქ თქვენ არაფერს აღარ გააკეთებთ ის დაგინახავს ეს ადამიანი დაგინახავს თქვენ და ის ადამიანი ნახეთ შეიძლება даже უკვე დაგინახათ ამ ადამიანმა უკვე მაგრამ თქვენ არაფერს აღარ ისავთ არა ანუ ესე იგი ისივისი მეუბნება აქ კარტე თქვენ იმ შემთხვევაში ამ ადამიანს შეხვდებით აქ არ მეუბნებიან რა ვითარებას უფრო მაჩვენებენ იმას როცა შენ უკვე მორჩები ყველანაირ მიჯაჭვულობას ნუ ჩვენ გვაჩვენეს რომ შენ უკვე ისედაც მორჩი ხო და აი ესე მოდით კიდე გავხსნით სხვა კარს და იქნება კიდე უფრო მეტი პასუხი მივიღოთ ხო გრძნობა რა იქნება თქვენს შორის რა გრძნობა აბა რატომ არის ეგეთი გრძნობა? აქ როგორი სიტუაცია, აქ ცოტა აი ხო გეუბნებით, აქ ცოტა როგორი სიტუაცია არის, რომ თქვენ შეიძლება ჯერჯერობით კიდე ვერ ენდობით, გამიგეთ რა ხდება? გოგოებო, აქ იცით რა? არა.
ცოტა კი მოდის, რომ ვითომ შეიძლება ისეთ ადამიანი მოვიდეს აქ, რომელიც უკვე იცით თქვენ, მაგრამ რაღაც განახლებული შეიძლება იმ დროს ისეთი კარტი მოდის, მაგრამ პრინციპში ნახეთ როგორი მომენტი არის. შეიძლება სხვათა შორის ცოტა უნდობლობა გაქვთ რა. უნდობლობა რისი? ნახეთ, ახლა გეტყვით. თუ თქვენ იყავით ურთიერთობაში, სადაც ადამიანი ან თქვენზე პატარა იყო, ან ცოტა იქცეოდა, როგორც აი ბავშვურ პოზიციებში იყო, თქვათ, ახლა არ იღებდა პასუხისმგებლობას და თუ პატარა იქნება, მით უფრო იცოდეთ თქვენ, რომ აქ თქვენ თითქოს იმიტომ გექნებათ რაღაცა უნდობლობა, რომ შეიძლება იტყვით, რომ რა, უკვე ეს გავიარე რა, ოღონდაც გეხვეწები რა, არ მინდა კიდე გამეორება რა, აი ეგეთი სიტუაცია გექნება. მიხვდეთ, რომ აი უკვე გადავიზარდე რა, უკვე კიდე ერთი და იგივეს დაწყება ნამდვილად არ მინდა რა. აი ეგეთი მომენტი, იმიტომ რომ თითქოს აი შეიძლება მოგეწონოთ, ხო, ეს ადამიანი, იტყვი რომ აი რა მაგარია და რაღაცა, მაგრამ ამავდროულად იტყვით რომ არა. მე უკვე გავიარე ეს. აი ეს მომენტი. ნუ კარგით, აბა ნახოთ ახლა რას იგრძნობს ის თქვენს მიმართ. ნუ ძალიან დიდი ისეთ ენერგიას გამიგეთ. მაგრამ იგრძნობს რას, რომ თქვენ სხვათა შორის ამ სიტუაციაში ეგრევე ნახეთ აქ რა ხდება, თქვენ ეგრევე უკვე არ წამოეგებით ამ გრძნობას, თქვა და ვინმე დავინახე, ვაიმე რა კარგია რა, მაგრამ აი ეს ბავშვური თემები აღარ არის. იმიტომ რომ თქვენ უკვე აქ აწონდაწონი, თქვენ უკვე ისედაც ხართ, აი თითქოს უფრო ანუ დავაკვირდები, ანუ ცოტა უცბად არ შედიხართ და ამას იგრძნობს. ეს ადამიანი იმ წუთში იგრძნობს, რომ თქვენ რაღაცა იხურებთ, იკეტებით რა. არ მიდიხართ რაღაცა, აი არ იხსნებით ადვილად, გამიგეთ, ამას იგრძნობს ეს ადამიანი რა. აი ნახოთ ახლა შენ როგორ გაიგებ, რომ ეს შენი ადამიანი. კი, მიზის არკანი. პრინციპში ნახეთ, რაღაცით ან გაგახარებს ეს ადამიანი, ან მაქსიმალურად შეეცდება. აქ როგორი სიტუაცია, ნახეთ, დავინახე, მომეწონა, რაღაცა გული მეუბნება, რომ ნახე რა კარგი ტიპია, ხო, მაგრამ ეს კიდე მომენტები რაღაცა, რაც რადგან აქ რაღაცის მსგავსება შეიძლება გქონდეთ, მოდით ასე ვთქვათ, ყველას ხო არ აყავს ხა პატარა, ვთქვათ, ახლა ასაკეთ ადამიანი, ხო? შეიძლება თქვენ აი აქ რაღაცას დაინახავთ იმას, რაც უკვე გქონდა თქვენს პარტნიორს, თქვა დაუშვათ, ყოფილს, ხო, სიტყვაზე. რაღაცა შიში გექნებათ, მაგრამ აქ უფრო გეუბნებით თუ სხვაობა იყო რამე, აი ეს იქნება აქ უფრო, რომ უკვე მქონდა ეს, უკვე არ მინდა ეს გაჩერებული, ისედაც ხო გავაჩერე და კიდე ახლა იგივე არ მინდა. მაგრამ ეს ადამიანი ისე მოიქცევა, ხო? რომ თქვენ აქ აი თითქოს გაგიტბებათ გული. მიხვდეთ? აი ეს იქნება რა. და თქვენი ინტუიცია დაგეხმარება თქვენ იმაში, რომ თქვენ მიხვდებით, რომ არა ეს არის მართლა ეს ცოტა უკვე სხვა არის რა. ინტუიციას მოусმინეთ, ძალიან მოусმინეთ თქვენს ინტუიციას რა. так, რა დაბრკოლებები შეიძლება იყოს აქ? ნუ აქ როგორი მომენტი არის, იცით, თუ თქვენ დაუშვათ იგრძნობთ, რომ მაინც ნახეთ, მაგის ენერგია პლუს კიდე ახლა მზეს არკანი. აქ შეიძლება ადამიანმა დაიწყოს, თქვათ, ახლა манипуляციები თუ დაიწყო ამ ადამიანმა ან თუ დაუშვათ მოიქცა ისე, ну რაღაცა მომენტები, ეს არის როგორი სიტუაცია, ნახეთ, აქ შეიძლება იყოს დაიწყება თქვენი გამოცდები. ანუ შეგამოწმებენ, შენ თვითონ უკვე ხარ თუ არა მზად ჯანსაღი ურთიერთობისთვის, თუ კიდე დაგჭირ რამე პროგრამები. ამიტომ შეიძლება ადამიანი ისე მოგექცევათ თავიდან რაღაცა თქვათ манипуляციები ჩაატაროს, რაღაცას გეტყვის თქვათ, აი ასე არ გააკეთო, ის გააკეთე ან რაღაც, იმიტომ რომ მაგის ენერგია ეგეთია რა, მე ვმართავ ურთიერთობას, მიხვდეთ? არ მივცემ უფლებას ვინმეს, რომ იმან მართოს ამ ურთიერთობას. ხო და თქვენ თუ ამას დაინახავთ და მიხვდებით, აი მაგ შემთხვევაში თქვენ უკვე თუ იტყვით, რომ არა, ჩემთან მასე არ შეიძლება, მე უკვე ეს გამოვიარე და მორჩა, მაგ შემთხვევაში
უკვე თქვენში გაიხსნება ეს ნამდვილი კარგი კბილი ურთიერთობა. გამიგეთ? დაბრყოლება იქნება ის თუ შენ ისე ვისე დაიწყებ, თქვათ, თუ ამით მიხვდებით, ხო, რომ დაუშვათ, თქვათ, ელემენტარული, თქვათ, არ მინდა რომ შენ ახლა სურათები დადო სიტყვაზე, ხო, Instagram-ში, თქვათ, საათღაც რა ვიცი, TikTok-ს. და შენ ახლა ადრეს იყო ესეთი პარტნიორი, რომელიც ამას გეუბნებოდა და შენ ამას აკეთებდე, მაგრამ ეს შენ გრტუნავდა, შენ ეს არ სიამოვნებდა, ხო? და ისე ვისი ეს კიდე არის ეგეთი, ხო? ან დაუშვათ ახლა სიტყვაზე გიყვარს შენ შორტებით სიარული და არა არ წახვე. ნუ რაღაცა ეგ მე არ მესიამოვნება, მე არ მინდა ჩემი ქალი ასე უნდა. აქ თუ თქვათ ახლა ყოფილიც ეგრე იქცეოდა სიტყვაზე, ხო? თუ ამას შეამჩნევ თქვენ და იტყვით რომ არა ჩემთან ეს არ შეიძლება. ეს არ ნიშნავს მე თუ თქვათ მოკლე შორტი მაცვი ან თუ სურათი დავდე ჩემი თქვათ სოციალში, ხო? ეს არ ნიშნავს რომ მე თქვათ არა ვარ ქალი, რომელსაც არ უნდა ენდო დაუშვოთ, ხო? მე ეს მომწონს, მე ამას ვაკეთებ, ხო? მე ამით ცუც არაფერს არ ვაკეთებ ნამდვილად. და ჩემთვის არ შეიძლება, ჩემთან არ შეიძლება ეგეთი საქციელი, იმიტომ რომ უკვე გავიარე რა ეს საბავშვო ყველაფერი რა. და აქ ზუსტად მე უკვე შეიცვლება სიტუაცია. თუ შენ ისე ვისე სურათი არ დავდე. ისე იქნება აქ კიდე ძალიან რთული სიტუაცია, იცოდეთ რა. ეს იცოდეთ რა. აქ შეგამოწმებენ. კიდე იქნება რაღაცა ესეთი მომენტი, როგორ მოიქცევი შენ. როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება ამ შეხვედრის მიერ. აქ სხვათა შორის შეიცვლება, იმიტომ რომ თქვენ მიხვდებით რას შეიცვლება გეტყვით ახლა. აქ თითქოს როგორ არის იცით, ეს მომენტები უფრო მაგას მაჩვენები. უფრო ხო ეს მაინტერესებდა. იმიტომ რომ ხუთიანი არის ხმალების და მაჩვენებენ რომ თქვენი მარტოობა, თქვენი თქვათ როცა მარტო იყავით და როცა არ იცოდეთ აქ მანძილი ზოგს ქონდა, ზოგს რაღაცა და სექსიც შეიძლება არ ქონდა, ეს დასრულდება. ხო, წარსული დასრულდება. მაჩვენებენ თქვენ სიტუაციას, როცა თქვენ უკვე კი? ანუ თქვენ იქნებათ ეს შეხვედრა სხვანაირი იქნება. უკვე თქვენ იღებთ თქვენს ხელში აქ მართვას. კი ბატონო, აქ შეიცვალე, იმიტომ რომ ხუთიანი აქ ძალიან საინტერესო არკანი არის, აქ მზეც არის და ხმალები. ამიტომ თითქოს მე ვირჩევ ჩემს თავს რა. უკვე წარსულში დავტოვე ეს რაც მე თქვენ ჩამოგითვალეთ რა. ანუ მაგალიტები რომ კიდე არ დავიწყო. და უკვე თითქოს ამ სიტუაციაში სხვაობა გოგოებო იქნება უეჭველი, იცოდეთ, აქ რაღაცა სხვაობა გექნებათ, მაგრამ აქ უკვე თქვენ თვითონ შეცვლით, ანუ მე ვიღებ ჩემს თავზე, ჩემს თავზე პასუხისმგებლობა, მე უკვე შემიძლია უთხრა ადამიანს, რომ მასე არ შეიძლება, თქვენ უფრო აქ როგორ ხართ, იცით, თავს უფრო დააფასებთ, თქვენი ცხოვრებაც ისე შეიცვლება, რომ ნამდვილად თქვენ უკვე აღარ იქნებით იმ როლში, რომ ოღონდაც არსად არ წავედეს, ოღონდაც დავიჭირო, არა, თქვენ აქ შეიცვალეთ. თქვენ უკვე უსმენთ აქ თქვენს თავს, თქვენ უკვე აღარ მისცემთ არანაირ უფლებას ადამიანს, რომ მან მარტოს შენი ცხოვრება. ანუ რაც მე ჩამოგითვალეთ რა, იცოდეთ, აქ სხვანაირი სიტუაცია იქნება და რჩევა მოდით ახლა როგორ დააჩქაროთ ეს შეხვედრა, არ უნდა დააჩქაროთ. დრო თავისით მოვა ყველაფერი აბსოლუტურად. თავისით მოვა ყველაფერი, აქ არანაირი დაჩქარება არ არის საჭირო, უბრალოდ გეშინიეთ, მიიღეთ თქვენი ბედნიერება, ეძებთ იმას, რაც თქვენ უკვე რაც იყო წარსულში და რაც თქვენ დატოვეთ წარსულში, ეძებთ იმას, რომ ოღონდაც მყავდეს ან რაღაცა მაგაზე უარი თქვით და განთავისუფლდით ამ თემებიდან, რომ ვიღაცა მაინც მყავს. არა. და ნამდვილად აქ უკვე განთავისუფლდით ამ პროგრამებიდან. გავუშვით ის, რაც უკვე აღარ გჭირდებათ რა და ნამდვილად მე შემიძლია ეგეთ რა აქ არანაირად აბსოლუტურად არ უნდა დააჩქაროთ თქვენ არაფერი. აქ თავის, ნახეთ,
გადასარევად მუშაობს, მიყვარს. აქ თავისით მოვა დრო, როცა მოვა, მაშინ შემოვა თქვენთან თქვენი ადამიანი, რომელიც თქვენ დაგაფასებს სათანადოდ, აგერ არის. მოვა თქვენი პარტნიორი, მოვა ადამიანი, რომელიც ნამდვილად დაინახავს იმ შენს შენ შეიცვლები ძალიან და ამ შენ ცვლილებებს, ამ შენ ვარსკვლავობას, ანუ შენ ხარ მისთვის. ანუ აქ შემოვა ადამიანი, როგორია ეს ადამიანი, იცით, რომელიც ახლა ოცნებობდა ასეთ ქალზე, აი უშუალოდ თქვენნაირ ქალზე, ოცნებობდა ეს ადამიანი და აი აქ ყველანაირად ეს ადამიანი აი სიყვარულის გაჩუქებს და დაგაფასებს უზომოდ. კი. უბრალოდ ეხლა ნუ ეწინააღმდეგები აქ ეხლა შენ მიიღე ეს, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი, აქ ეს ადამიანი დაგიცავს ყოველთვის და ეს ურთიერთობა იქნება ძალიან ძალიან კარგი და ძალიან დიდი ხანძლივიანი. აქ და ზოგი შევა ოჯახში წავა, ზოგისთვის ვისაც აქტუალურია, აქ იქნება შვილი ცეყოლება და ნამდვილად ეს იქნება თქვენი იმპერატორი. აქ დასრულდება როგორი, იცით, თქვენი უფულობა, თქვენი რაღაც გაუგებრობა, აი ყველაფერი წავა რაღაცნაირად ისეთი ურთიერთობას გემზადებს თქვენ სამყაროს, რომელზეც თქვენ არც გეოცნებიათ, მაგრამ ელოდებოდეთ, იმიტომ რომ თქვენ დაიმსახურეთ. თქვენ დაიმსახურეთ უკვე ნამდვილად ისეთი ადამიანის შემოსვლა თქვენ ცხოვრებაში, რომელიც შეცვლის მთლიანად ყველაფერს, რომელიც უკვე აქ იფიქრებს მხოლოდ იმას, რა გავაკეთო მე იმისათვის, რომ ის ჩემი ქალი იყოს ბედნიერი, ყველანაირი манипуляციების და რაღაცების გარეშე რა, გეუბნებით. ნუ აი ასეთი ადამიანი გელოდებათ ჩემო ლამაზებო. გელოდებით მე თქვენ კომენტარებში მომწერეთ, რამდენად მოგეწონათ ეგეთი ვითარება.